2030 პირდაპირ ეთერში ბრუნდება ირმა ინაშვილი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო მარათონიდან მოხსნას და პარტიის აკრძალვას ითხოვს, არის თუ არა დღეს გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერი საკმარისი, რათა პოლიტიკურ სუბიექტს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოს. 2030 შეკითხვებს პატრიოტ ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი უპასუხებს. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ირმა, რომ ხართ დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. თქვენ ითხოვთ, რომ აეკრძალოს ნაციონალური მოძრაობა და ამის საფუძველი არის დღევანდელი ჩანაწერი. მაინტერესებს, რატომ არ ელოდებით ავთენტურობას? დადგენას, ავთენტურობის დადგენას. ვინ თქვა რომ არ ველოდებით, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად. კარგი იქნება თუ ავთენტურობის დადგენაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას, ანუ თუ ქართული მხარე ძალოვანები მოიწვევენ უცხოელ ექსპერტებს. რატომ? მეტი სარწმუნოობისთვის, თუმცა მე ეჭვი არ მეპარება ქართული ექსპერტიზის კომპეტენტურობაში. საქმე იმაშია, რომ არა მარტო ეს ჩანაწერია ჩემთვის საფუძველი იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობას აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობის უფლება. საფუძველი არის მთელი 10 წლიანი მათი მმართველობის მაგალითები კონკრეტული. მასობრივი წამების სისტემის შექმნა, ძალადობრივი სისტემის შექმნა, ამდენი უბედურება, რაც ქვეყანაში მოხდა, ამდენი დანაშაული, ამდენი უკანონობა. ჩვენ 4 წლის მანძილზე ვსაუბრობთ იმაზე, რომ სააკაშვილი გეგმავს გარკვეულ პროვოკაციებს და რომ ეს წინასაარჩევნოდ იქნებოდა მომწიფებული, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას ის, რომ თავისთავად სააკაშვილის არავის არ ეშინია. არც ნაციონალური მოძრაობა არის საფრთხე, მაგრამ მათ ხო შეუძლია ზიანის მიყენება, ხო? ჩვენი სახელმწიფოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რაღაცა პატარა პროვოკაციების და კოცონების დანთება. აი, ამაზეა ეხლა ლაპარაკი და დღეს მთელი დღის მანძილზე მე სხვათა შორის მესმის ასეთი ტერმინი: ფარული ჩანაწერები. ხაზგასმით და მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ფარული ჩანაწერები და ეს თემა და დანაშაულის შემცველი ნიშნების შემცველი მასალა. აი ეხლა ჩვენ ნიშნების შემცველი მასალა. ასე უწოდებთ იმ ჩანაწერს, რაც გავრცელდა. მთელი დღის განმავლობაში ასევე ქალბატონო ირმა ისმის ამ ტიპის შეფასებებიც, რომ აი ფარული ჩანაწერი გავრცელდა და ამ შემდეგ და არ აქვს მნიშვნელობა თუ რა შინაარსის არის ეს მასალა. იმის პარალელურად ვთქვათ რა შინაარსიც ატარებს, რაც მოვისმინეთ, გასაგებია რომ ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის და ამაზე მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოახლოეს მომავალში უკვე მოვისმენთ შესაბამისი უწყებებისგან განმარტებებს და ექსპერტიზის დასკვნას. აი მაგალითად, ჩვენი ამოცანა რევოლუციურ ვითარებაში ჩავატაროთ არჩევნები, ანუ ხალხის აღტკინების ფონზე. 200 კაცი რუსთაველის კარვებს, ავსებს, მე სპეციალურად ამოვიწერე, არ დავმალავ. ივანიშვილის სახლი არის ასათვისებელი. კარგად დავთვალოთ ფინანსები, 10 ლარი რომ დაგვიჯდეს კაცი დღეში 2-3 თვიანი აქცია რა დაგვიჯდება 200 კაციანი კარვებით. მე გადატრიალების დაგეგმვაშიც კი მაქვს სამხედრო გადატრიალების მონაწილეობა მიღებული, მაგაზე სახიფათო საწი რაღაც მოვიფიქრებ, კაკო ბობოხიძე ამბობს სავარაუდოდ, მოდით ასე ვთქვათ, ამ ყველაფერს. თქვენთვის სავარაუდოდ და ჩემთვის ბობოხიძე ამბობს ამას. ეხლა არ გვინდა რა ისა ზედმეტი ლოიალური დამოკიდებულება და ეს ავთენტურობა და ეს არის ეს ხალხი ლაპარაკობს ამას და მნიშვნელოვანია ის რომ ამ ჩანაწერში საუბარი მიდის კონკრეტულ დანაშაულზე რომელსაც ითვალისწინებს 315 მუხლის პირველი ნაწილი და მე თუ მკითხავთ მეორე ნაწილის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ აღძრა უსაფრთხოების სამსახურმა საქმე პროკურატურას დაინტერესდება ამ საქმით მე დარწმუნებული ვარ ამაში აუცილებელია მოქმედება, კონკრეტული მოქმედებები და ეს მოქმედებები რას ითვალისწინებს, ახლა ვერ გავიგე, რატო არ უნდა გასაჯაროვდეს ასეთი ტიპის მასალა, ვისაც ჰქონდა ხელში ეს მასალა, მან გაასაჯაროვა, ამითი პრევენცია მოხდა იმ დანაშაულის ერთის მხრივ, აბა რა უნდა მოხდეს, დანაშაული უნდა ჩაიდინონ და მერე უნდა გავრცელდეს ეს ჩანაწერი თუ როგორ არის საქმე. ის ვინც დღეს საუბრობს იმაზე, რომ ფარული ჩანაწერები და ეს ხელისუფლებამ გააკეთა, მე ვფიქრობ იცით რა, ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხიც არის ესა. მთელი ამ წლების განმავლობაში რო არ დასაჯეს ეს ხალხი, დღეს იმიტომ დავდექით ამ ფაქტის წინაშე და ფარული ჩანაწერების თემას ვინც აცოცხლებს დღეს და მათ შორის ბატონი პრეზიდენტიც რომელიც რაღაცა ბუნდოვანი განცხადებით გამოვიდა დღეს და აბსოლუტურად არ იყო არც კვალიფიციური, არც სახელმწიფოებრივი, არც კომპეტენტური მისი დღევანდელი განცხადება
და რაღაცა საუბრობს იმაზე, თლიანი განცხადება, არავით არის ნაწილი, თლიანი განცხადება და მისი შინაარსი და კონტექსტი. იქ რაღაცა მიანიშნებს იმაზე, ვითომ რაღაცა პოლიტიკური ჯგუფების ინტერესში შედის ამ ფარული მასალების გავრცელება, მაინც და მაინც ფარულ მასალაზე ლაპარაკობს და არა იმ საშიშროებაზე, იმ საფრთხეზე, რაც ჩანს ამ მასალიდან და არა იმ სიღრმისეულ პრობლემაზე, სახელმწიფო გადატრიალებას ეხება საქმე. ეს პრეზიდენტი მარტო წინდების ქსოვით კი არ უნდა იყოს დაკავებული. ის არის გარანტი კონსტიტუციის დაცვის და როცა ასეთი მასალა ვრცელდება, წინდის ქსოვაზე კი არ უნდა ფიქრობდე. ჯაჭვის პერანგი უნდა მოუქსოო და შემოახვიო შენ ქვეყანას. და სამარცხვინო არის ეს დღევანდელი განცხადება პრეზიდენტის. იმის მაგივრად რომ გამოვიდეს და თქვას რომ მე ვარ კონსტიტუციის მთავარი გარდა და მივალ ახლა რა ევალება მას რისი გაკეთება იქამდე. და უნდა იყოს გამოძიებული ეს საქმე. არის საფრთხე ნამდვილად. გამოდის აქა და განცხადებას ავრცელებს, რომ არავით არის დესტაბილიზაცია არ არის. არაფერი არ ხდება. სხვათა შორის ეს პრეზიდენტია ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში საჯარო განცხადებებს აკეთებდა, რომ დავივიწყოთ წარსული, რაღაცა ისეთი ქერუბიმივით არის რა. ვითომ არაფერი მიწიერი არ ხდება აქ და რაღაცა ზევიდან იყურება. და დავივიწყოთ წარსული, გადაუსვათ რა წარსული უნდა დავივიწყოთ, როცა ასეთი დანაშაულებები ხდებოდა ამ ქვეყანაში, ხალხს ატყავებდნენ და აწამებდნენ და ეს უნდა დავივიწყოთ. მოდი აბა ერთი იამეტრეველს უთხარი, დაივიწყე წარსული, ან ვაზაგაშვილების, ან ხარძიანების ოჯახს უთხრას ესა მარგველაშვილმა. ამიტომ სწორედ მარგველაშვილს, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს ევალება და წაგიკითხავთ ახლა რა ევალება და გავჩერდები. მოკლედ, ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს თქვენთან. სამწუხაროდ მე არა მაქვს უფლება, რომ საკონსტიტუციო სარჩელი შევიტანო, ან როგორც მოქალაქემ, ან როგორც პოლიტიკურმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ აეკრძალოს ნაცმოძრაობას პოლიტიკური საქმიანობა. მაგრამ ამისი უფლება აქვს მარგველაშვილს, როგორც პრეზიდენტს, რომ შეიტანოს ეს სარჩელი, მასვე აქვს უფლება, რომ მოითხოვოს საზოგადოებასთან ერთად აეკრძალოს ნაცმოძრაობას პოლიტიკური მე რას ველოდები ეს ჩემი საქმეა და მე არ მინდა ჯერ ამაზე ლაპარაკი. მე მოუწოდებ მას, რომ გაითვალისწინოს საზოგადოების განწყობა და ვინაიდან მას აქვს ამისი ბერკეტი, შეიტანოს ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ტესტი იქნება მისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი, ბოლოს და ბოლოს რომელ მხარეს ადგას ეს პრეზიდენტი? დგას ქართული სახელმწიფოს მხარეს, თუ დგას ნაციონალური მოძრაობის მხარეს. ეხლა ის ეპოქა და ის ეტაპია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რომ ერთი ადგილის თამაშს ყველა თავი უნდა დაანებოს რა. რა თქმა უნდა, მიმართავ, ჩემი საჯარო განცხადება არის მიმართვა. ეხლა არის კიდე საჯარო განცხადება მიმართვა. ჩემი საჯარო განცხადება მიმართვა ჩაითვლება, მაგრამ წერილსაც გაუგზავნით თუ ეს მიმართვა საკმა. მე მგონი რომ საკმარისია. ქალბატონო ირმა, კითხავთ კიდევ ერთი ნაწილი მინდა. მიხეილ სააკაშვილი და იგივე ნაციონალური მოძრაობის წევრების პირდაპირ ამბობენ, რომ თუ არჩევნების შედეგები არ დაემთხვევა რუსთავიორის exit polls შედეგებს, ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნები გაყალბდა. მე მინდა ციტატა წაგიკითხოთ გვარამიას დღევანდელი განცხადებიდან. გვარამიას თქმით, ნიკა გვარამიას თქმით, რევოლუცია არ არის აკრძალული ქმედება, ეს არ არის სახელმწიფო გადატრიალება, ეს არის ხალხის მეშვეობით, საარჩევნო ხმების დაცვა, რაც ამ ქვეყანაში დაშვებულია, ყოველთვის იყო და იქნება. თუმცა, იქვე გვარამია აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალება არის მისთვის მიუღებელი. როგორ უნდა გაიგოს საზოგადოება, მოკლედ მითხარით გვარამიას ეს განცხადება, არის ეს მოწოდება რევოლუციისკენ, თუ არა? რა თქმა უნდა არის. ეხლა ეს ხალხი არ მალავს, რომ მათ უნდათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია. სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მე ჩავალ კახეთში რთველზე, მე ჩამოვალ საქართველოში, ჩვენს პასუხობთ, ჩამოდი და დაგხვდებით აქ. და რომელ რთველში წახვალ, მაგასაც ვნახავთ, კაცო, არავის არ ეშინია სააკაშვილის. აქ საუბარი არის იმაზე, რომ თუ აქვს ადგილი დანაშაულის ნიშნებს, ან დანაშაულს, მით უმეტეს გავიხსენოთ იგივე სანდრა რულოვსის განცხადება, რომ მან ჩახედა თვალებში მიხეილ სააკაშვილს და მიიღო პასუხი, რომ აღარ იქნება ძალადობა. კი, თუ აქვს ადგილი დანაშაულს, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. მით უმეტეს სამმაგი პასუხისმგებლობა აქვს პოლიტიკოს თუ პოლიტიკურ პარტიას, გესმით? ამიტომ ვერ გავიგე მე და არ მესმის, თუ სააკაშვილის პერიოდში მარტო ერთი მოწოდების გამო გამაგრდითო
და სწორედ აი ამ გვარამიებმა და ამ ხალხმა დააკავა ირაკლი ბათიაშვილი ემზარკვიციანს რო ესაუბრებოდა და იქ არაფერი მსგავსი არ ყოფილა რაც ამ ჩანაწერში ჩანს. ამ შემთხვევაში არის რაც მოვისმინეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ავთენტურობა არ არის ამ ეტაპზე დადგენილი გარკვეული მოწოდებები იგივე გაუპატიურებით დაშინება თუ იგივე ივანიშვილის სახლი არის ასათვისებელი საინტერესო ეს რა კონტექსტშია თუ მართლაც არის ნათქვამი მოდით ასე ვთქვათ ივანიშვილის სახლი რომ არის ასათვისებელი ეს როგორ უნდა აიყო და ასე შემდეგ მე მაინტერესებს გაკეთდა რომ ჩვენ საუბრობდით უკრაინის თემაზეო პოროშენკოს თემაზე და აი ხა ამ ციტატებიდან გამომდინარე უკრაინაზე საუბრობენ ესენი? არა, მოგვიგებენ ყველა ვარიანტში, მოგვიგებენ არჩევნებს. ჩვენ ვიცი და ყველა მიცის, ეს არის უკვე ნუგზარ ციკლაურის, სავარაუდოდ ნუგზარ ციკლაურის ფრაზა. ისინი აცხადებენ, რომ ეს საუბარი არის დამონტაჟებული. მე მაინტერესებს ასეთი რამ, ალბათ ნერმა მესმის, რომ თქვენი იურისტი არ ბრძანდებით ხომ? თუმცა ამის მიუხედავად როდესაც იგივე ნიკა გვარამია ამბობს, რომ რევოლუცია არ არის აკრძალული და ამის გამო არავინ არ ისჯება და არ უნდა დაისაჯოს, არის ეს რევოლუცია თუ ეს არის გადატრიალების მცდელობა? იცით რა, რევოლუცია, გადატრიალება, შეთქმულება, ამბოხება ერთი კონტექსტია და მე თუ მკითხავთ, ყველა ეს კონტექსტი ეხება აი ამ ჩანაწერს და იმ დიალოგს, რაც ამ ჩანაწერში მიდის. ეხლა პირდაპირ აღიარებს ნაცმოძრაობა. საზოგადოების დიდი უკმაყოფილება, გამოსვლა საზოგადოების, მოსახლეობის კი, ეხლა ზუსტად მანდ მივდივარ. ჭირდება აქ რაზე არის საუბარი, რომ ჩვენ ვერ ვიგებთ არჩევნებს და მე აი ამ სტუდიაში რამდენჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ნაციონალურ მოძრაობას აბსოლუტურად არ აქვს ის რეიტინგი, რასაც ხელოვნურად უქმნის რუსთავი 2 იმ თავისი რაღაცა გერმანული კომპანიის კვლევით, რასაც ხელოვნურად უქმნის იმედი იმ რაღაცა ქართული კომპანიის კვლევების მიხედვით და წევენ მაღლა ნაციონალური მოძრაობის რეიტინგს. ეს ხელოვნურად ხდება, გესმით? და სინამდვილეში თვითონ ნაციონალური მოძრაობა ამ ჩანაწერში აღიარებს, რომ მათ არ აქვთ ბარიერის გადალახვის და მოგების შანსი. არა აქვთ, ამიტომ რა გზა არის დარჩენილი, რომ მოაწყონ მსგავსი ტიპის გადატრიალება ამბოხება. ეხლა რა მინდა რომ ვთქვა მე, რომ აქ მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ პროკურატურა როცა დაიწყებს ძიებას, თავარ პროკურორს აუცილებლად აქვს ეს უფლებამოსილება და უნდა გამოიყენოს, რომ მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტს სასწრაფოდ იქნას მოწვეული სესია და დადგეს აი ამ სწორედ პარლამენტის წევრებისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი, აუცილებლად უნდა მოეხსნათ იმუნიტეტი. და მეორეს მხრივ, ყველა ეს პირი, რომელიც მონაწილეობს ამ დიალოგში, უნდა იყოს ჩახსნილი ამ არჩევნებიდან და საკანდიდატო იმუნიტეტებიც უნდა მოეხსნათ და მე რო ვიყო დღეს ხელისუფლება სიმართლე გითხრათ, დღესვე დავაკავებდი მაგათ ყველას. აი ვინც მაგ დიალოგში მონაწილეობს იმ პირებს და საქართველოში არ არსებობს მოქალაქე, რომელსაც ეჭვი ეპარება ამ ჩანაწერის ავთენტურობაში და ისე ვიმოქმედებდი, რომ ავთენტურობის დადასტურების მოლოდინში არ ვაცოცხლებდი და ვაცხოვრებდი ჩემ საზოგადოებას. ამერიკის ელჩის ფრაზას და კომენტარს გავიხსენებ. ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა საარჩევნო ყუთებზე გადის, ნებისმიერი სხვა გზა არის არალეგიტიმური. ქალბატონებმა ძალიან დიდი მადლობა. ამერიკის ელჩი ვისეუბნევა ამას. ჩვენ ქართულ საზოგადოებას არანაირად არ გვინდა არც რევოლუცია და არც შეთქმულება და კარგი იქნება ამერიკის ელჩმა ეს მოწოდება იმად გაუზიაროს, ვისაც ისინი ლობირებენ მთელი ამდენი წელია. ძალიან დიდი მადლობა. ნაციონალურ მოძრაობას და მათ კრიმინალ პოლიტიკოსებს. 20-30 შეკითხვებს ირმა ინაშვილი პასუხობდა, რეკლამის შემდეგ თქვენ ახავთ. რა შეფასებას აძლევს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს მემარცხენე ალიანსის ლიდერი? რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ და უნდა მიეცნენ თუ არა პასუხისგებაში კონკრეტული პირები? შესაძლებელია თუ არა ქვეყანაში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარება და რა უნდა გაკეთდეს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩასატარებლად? იოსებ შატბერაშვილი 2030-ში.